გამარჯობა, მე საბა ვარ, შენ შეგიძლია შუგა დამიძახო. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით საინტერესო ისტორიას მაიკლ ჯექსონის და პოლ მაკ-კარტნის შესახებ. ზოგადად ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ისტორიების მოძიება ცნობილ ადამიანებზე. და მაიკლ ჯექსონი კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არტისტი იყო. ასევე მოგიყვებით თუ როგორ დაუპირისპირდა ის სონის, რამაც მიიყვანა ყველობამდე. ის გაიზარდა მუსიკალურ ინდუსტრიაში, The Jackson 5-ში და თავიდანვე იცოდა ყველაფერი კონტრაქტების შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდნენ ლეიბლები არტისტებს და როგორ რჩებიან შემსრულებლები ხანდახან თავიანთი სიმღერების გარეშეც კი. 80-იანი წლების დასაწყისში მაიკლი დაუკავშირდა პოლს, რომ ჩაეწერათ რამდენიმე სიმღერა ერთად, რაზეც პოლი დათანხმდა. მაშინ მაიკლი არ იყო ისეთი დიდი, რამოდენიმე წელში გახდა, როცა უკვე თრილერის ალბომი გამოუშვა და პოლი უკვე ლეგენდა იყო. არა როგორც მომღერალი, არამედ როგორც ბიზნესმენიც კი. პოლ მაკ-კარტნი იმ პერიოდში ფლობდა სხვადასხვა მუსიკალურ კატალოგებს, ანუ საავტორო უფლებებს და როდესაც მიდიოდა ჩაწერა Say Say Say's და The Girl Is Mine, სულ ორი ტრეკი გამოუშვა მაიკლმა და პოლმა კოლაბორაციით. მაიკლმა კითხა რჩევა თუ როგორ გახდა ის ასეთი დიდი. პოლმა კი გულახდილად უპასუხა, რომ უნდა შეეძინა სხვადასხვა მუსიკების საავტორო უფლებები. მაიკლს ეს იდეა ძალიან მოეწონა. იქვე უთხრა, რომ მე შენ კატალოგს შევიძენო. პოლმა უთხრა, რომ კარგი ხუმრობა იყო, ანუ ვერ მიიღო ეს ყველაფერი სერიოზულად, მხარზე ხელი წამოარტყა და ვერ წარმოიდგენა თუ რამდენიმე წელიწადში მაიკლი მართლა შეიძენდა მის კატალოგს. 1980-იან წლებში ბაზარზე შემოდის ATV Music Publishing-ი. ATV ფლობდა 4000-ზე მეტ სიმღერას, მათ შორის იყო 250-ზე მეტი ბიტლზების ნამუშევარი, ასევე იყო Elvis Presley-ის და Rolling Stones-ის ნამუშევრები. პოლ მაკ-კარტნი ამ კატალოგის ყიდვას ძალიან დიდი ხანი ცდილობდა, თუმცა ამის ფინანსები არ გააჩნდა. შემდეგ დაუკავშირდა ჯონ ლენონის ცოლს და შესთავაზა ნახევარი ფული ჩაედო და შეეძლოთ ბიტლზების კატალოგი დაებრუნებინათ, თუმცა ის უარზე იყო. შესაბამისად, პოლი ვერაფერს გახდებოდა. 1985 წელს კი საქმეში უკვე ერთვება მაიკლი და აკეთებს ბიტს 47 მილიონ ნახევარ დოლარს. და იგი ხდება ATV Music Publishing-ის 100% წელის მფლობელი. ანუ ეს თემა უფრო რო ჩავშალოთ. რამდენჯერაც რადიოში, კინოსა, თუ რომელიმე რეკლამაში მოისმენდით ბიტლზების ან Rolling Stones-ის მუსიკას, ფული მიდიოდა მაიკლთან. ეს დაახლოებით წელიწადში ათეულობით მილიონს აღწევდა. პოლ მაკ-კარტნი ამაზე ძალიან გაბრაზდა, რა თქმა უნდა, ეს ღალატადაც კი მიიღო, თუმცა მესამე თვალიდან რო შევხედოთ ამ ყველაფერს, მას შეეძლო ყიდვა, უფრო მეტი რესურსი რო ჩაედო, უბრალოდ არ უღირდა და მაიკლი ამაში ხედავდა პოტენციალს და დაასწრო. და სწორედ ამ მომენტში მაიკლი გახდა ყველაზე დიდი ადამიანი მუსიკალურ ინდუსტრიაში. არა როგორც პოპის მეფე, არამედ როგორც ბიზნეს ინდუსტრიის მეფე. მაიკლი უფრო სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს და აქტიურად დაიწყო ფილმებში ლიცენზირება და რეკლამებში გამოყენება თავისი კატალოგის, რამაც უფრო გაზარდა მისი შემოსავლები. სხვა დიდ კორპორაციებს ეს საშინლად არ აწყობდათ. სონი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ATV-ს შეძენას. იმ პერიოდში ბიტლზები ყველაზე დიდი ფიგურა იყო მუსიკალურ ინდუსტრიაში. 1995 წელს კი საბოლოოდ სონი მიაღწია თავისას, ოღონდ შეიძინა მხოლოდ და მხოლოდ 50% 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ და ასევე დათმო სონის თავისი 50% წელი მაიკლთან. ანუ ეს თემა უფრო რო ჩავშალოთ. მაიკლი ყიდულობს 47 მილიონად ATV-ს 100% წილს, შემდეგ ნახევარს ყიდის 100 მილიონად, ანუ ორმაგ თანხად და პარალელურად სონის 50%-ის მეწილე ხდება. აი, აქ იწყება უკვე ფსიქოლოგიური თამაშები. მაიკლი უფრო და უფრო ძლიერი ხდებოდა, სონის ეს არ აწყობდა. სონი ცდილობდა მაიკლის უფრო და უფრო განზე გაწევას, რომ ATV კატალოგი მთლიანად შეეძინა და ასევე მაიკლის მთლიანი კატალოგის მფლობელი გამხდარიყო. თუმცა მაიკლი არაფრის დიდებით არ თმობდა არც 1%-ს. 2001 წელს დიდხნიანი პაუზის შემდეგ მაიკლმა გადაწყვიტა მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება და გამოუშვა ალბომი Invincible, რომლის წარმოება 30 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს იყო რეკორდული მაჩვენებელი იმ პერიოდში. სონიმ კი იმის მაგივრად რო ხელი შეეწყო, პრომოუშენი გაეკეთებინა, რეკლამა გაეკეთებინა, ტურნე მოეწყო, პირიქით ხელი შეუშალა მაიკლს. 1000 გვარი ჭორი აუგორა, არაფერი არ გააკეთა და მარტივად რო ვთქვათ, ეს იყო თითქმის გაკოტრებისკენ გზა. მაიკლი ამ ყველაფერს ხვდებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც აი ჯიუტად არ თმობდა ამ თავის კატალოგებს. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გახდა საჯარო ომი. მაიკლი გამოვიდა, ქუჩაში გამოვიდა და საჯაროდ სონის CEO-ს ეძახდა ეშმაკს, საშინელ ადამიანს, იძახდა რომ ისინი მას ებრძოდნენ
ისინი იყვნენ რასისტები, ებრძოდნენ ფერადკანიან არტისტებს და Invincible რომ არ არის წარმატებული პროექტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ Sony-ს დამსახურება იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ამის შემდეგ უფრო ცუდად წავიდა Michael საქმე, დაიწყო სასამართლო დავები, როგორც მოგეხსენებათ, მას დებდნენ რალს პედოფილიაში, ყველა ინსტანციაში გამართლა, მაგრამ ძალიან ბევრი ფულის ჩადება მოუწია ადვოკატებსა და ფაქტიურად ATV-ს თვლიანი კატალოგი ჩადო გირაუს სანაცვლოდ. ამ ყველაფერმა მას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. მის სიმღერებს ვერ მოისმენდით ვერც რადიოში. ყველგან დაბლოკილი იყო მოკლედ. იმ დონეზე გაუჭირდა, ეხლა შეიძლება სასაცილო ჟღერდეს, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებიდან მაგალითად რომელიმე მდიდარ ადამიანს თუ ქონა დაბადების დღე, მაიკლს ურეკავდნენ და მაიკლი ჩადიოდა ფულის სანაცვლოდ. ანუ რატო არის ახლა ეს ვინ არ ჩავიდოდა იტყვით ხო მილიონი სანაცვლოდ რატო არ ჩავა სხვის დაბადების დღეზე მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ სოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე და ინდუსტრიის მეფეზე როცა ვიღაცა ბანგლადეშში ან ნებისმიერ ქვეყანაში დაუძახებდა დაბადების დღე მაგ გადაგიხდი კონკრეტულ თანხას და უბრალოდ სუფრაზე ეჯექი და ნებისმიერ ადგილას მიდიოდა ხო ნუ მაიკლს უკვე აღარ შეეძლო არანაირი სესხის დაფარვა ძალიან დიდ თანხებზე აქვს საუბარი სახლის გაყიდვამდეც კი იყო საქმე, ყავდა 3 შვილი და რაღაც უნდა იქნა. 2009 წელს გადაწყვიტა დაბრუნება და მოაწყო This Is It ტური, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ივლისში. შეთანხმება იყო 10 კონცერტზე და 10 კონცერტში საკმაოდ დიდი თანხა შეეძლო მაიკლს აიღო და შემდეგ გაეგრძელებინა ცხოვრება. Sony-მ გადაწყვიტა რომ 10 კონცერტი საკმარისი არ იყო და მაიკლს კატეგორიულად მოთხოვა რომ 50 კონცერტი უნდა ჩაეტარებინა. საუბარი გვაქვს 50 წლის ადამიანზე, რომელსაც აწუხებდა ინსომნია, ჰქონდა კვების პრობლემები და ფაქტიურად მოსიარულე ჩონჩხი იყო. იმ დონეზე ჰქონდა ინსომნია განვითარებული, რომ პროპოფოლის გარეშე ვერ იზინებდა. აი პროპოფოლი კი არის ინიუთიერება, აი მაგალითად გულის ოპერაციას როცა ადამიანს უკეთებენ პროპოფოლს. ეს იყო მაიკლის ყოველდღიურობა. ის იყო დამოკიდებული ნარკოტიკებზე. ამ რეჟიმს რა თქმა უნდა მაიკლის ორგანიზმმა ვერ გაუძლო. რატომ თქვი ვიდეოს დასაწყისში რომ ამ ყველაფერმა მიიყვანა ის მკვლელობამდე თქო, ახლა აგიხსნით. როდესაც This Is It ტური დაიგეგმა, Sony გამოუცვალა მენეჯერები, გამოუცვალა დაცვის წევრები, ოჯახის წევრებსაც კი არ შეეძლოთ მასთან მისვლა. ანუ დედამისი როცა ურეკავდა მაიკლს, პასუხობდა მისი ახალი მენეჯერი, შვილთან კომუნიკაციას არ შეეძლო. 2009 წლის 25 ივნისს როდესაც რეპეტიციიდან მაიკლი დაბრუნდა სახლში და უნდა დაეძინა, როცა მას ეძინა, ექიმის მეთვალყურების ქვეშ იყო 24 საათი. გაუკეთეს პროპოფოლი მოკლედ, დაიძინა და მერე უკვე ყველა მიცით რომ გარდაიცვალა. მაგრამ აქ ფაქტი ის არის, რომ 15 წუთით დატოვეს მარტო. 15 წუთი ოთახში არავინ იყო და მაინც იმ 15 წუთში გარდაიცვალა. უფრო საინტერესო ფაქტი ის არის, რომ კონრად მიურეი, ვინც იყო მისი ექიმი და ვინც შემდეგ დაიჭირეს, ამბობდა, რომ იმ 15 წუთში შეყვარებულმა დაურეკა, სააბაზანოში გავიდა და ზუსტად ამ დროს, როცა პროპოფოლი ქონა მას გაკეთებული, გაეღვიძა და თავისით დაიმატა დოზა პროპოფოლის და ზედოზირების გამო მოკვდა, მე არაფერში შუაში არ ვარო. რა თქმა უნდა, ეს არავინ არ დაიჯერა და დაიჭირეს. თუმცა უკვე გარეთ არის, ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს იმ ადამიანს, თუმცა წავიდა აზიურ ქვეყნებში და იქ ჩვეულებრივად მოღვაწეობს. არანაირი პრობლემა არ გააჩნია. და ახლა რა მიიღო ამით Sony მიკითხავთ, ხო? მისი გარდაცვალების შემდეგ 2016 წელს თავის საწადელს მიაღწია და ის ATV-ს 50% ჯექსონის მემკვიდრეებისგან შეიძინა $750 მილიონ. ეს ყველაფერი არ არის, ამაზე არ გაჩერდა და სულ ახლახანს 2024 წელს Sony-მ გადაწყვიტა, რომ თვითონ მაიკლის კატალოგიც კი შეეძინა. პირადი მუსიკა, რასაც მაიკლი არასდროს არ დაუშვებდა, თუმცა ეხლა როცა ახალგაზრდა ხარ, მაიკლის შვილი ხარ, 25 წლის ხარ, ვერ იტყვი ალბათ უარს $800 მილიონ. არსაიდან. შესაბამისად 50% წილით დათმევს $800 მილიონ სანაცვლოდ. საბოლოოდ კი გამოჩნდა, რომ პოლმა მაიკლს ასწავლა თამაში. ეს თამაში მაიკლმა მოიგო, თუმცა არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა კორპორაციაზე ძლიერი და როცა საქმეს იჭერ ისეთ კორპორაციასთან, როგორიც არის Sony, შეიძლება ნებისმიერი გამარჯვებაც კი იყოს დასასრულის დასაწყისი. თუ რატომ არ ეკუთვნოდა პოლ მაკარტნის თავისივე სიმღერები, ამაზე შემიძლია ცალკე ვიდეო ჩავწერო, თუ დაგაინტერესებთ, დამიწერეთ კომენტარებში. სხვათა შორის მაიკლზე გამოვიდა ახლახანს დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ქვია მაიკლი და მის როლს თამაშობს თავისი ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი, რომელიც არის ჯერმეინ ჯექსონის შვილი.
იდეაში ძალიან დიდი მოლოდინებია ამ ფილმისგან და ყველას გირჩევთ რომ მიხვიდეთ და უყუროთ. თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაწილი. თუ კარგი გამოხმაურება მოყვა ამ კინოს, აპირებენ მეორე ნაწილის გადაღებას. ანუ ეს ფილმი არის მაიკლის დაბადებიდან დაახლოებით 86-87 წლამდე, 87-დან 2009 წლამდე აპირებენ მეორე ნაწილის გადაღებას. მე ვიმყოფები ლისი პოდკასტ სტუდიოში, რომელიც მდებარეობს ავთოვარეს 99-ში. თუ გინდათ პოდკასტის ჩაწერა, ან თუნდაც ჩემნაირი მსგავსი მონოლოგის სტილის ვიდეოს ჩაწერა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ლინკი იქნება აღწერაში. სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. გამოიწერეთ, დაალაიქეთ, მომეცით რჩევები, ყველა რჩევას გავითვალისწინებ და დაწერეთ კომენტარებში ვიზე გადავიღო შემდეგი ვიდეო. მადლობა.